მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, დიდი სიყვარულით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გვერდზე, მაგიური სამყარო. ვიდეოს დავიწყებ მონატრებითა და მადლიერებით, მე ყველაფერს ხედავ, მეგობრებო. ყველა დღე დილა საღამოს მე მომდის ჩარიცხები ჩემი ვიდეოს ყურების საფასურად. და დიდი მადლობა თვითოული ლარისათვის, რასაც მე თქვენ საქართველოს ანგარიშზე მირიცხავთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას პატივისცემისათვის, ესე იგი გიხდებათ ჩემი ვიდეოები და უფასო რიტუალები. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩემს გვერდზე შემოდის. მეგობრებო, ერთი თხოვნა მაქვს, ძალიან გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ ჩემი ვიდეოების დალაიქება, გაშეარება, გაზიარება, კომენტარის დაწერა, ვიაქტიუროთ მეგობრებო და გამოწერა გვერდის, რა თქმა უნდა. თითოეული კომენტარი თქვენი თუნდაც წერტილიც კი რომ დასვათ, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ თხოვნა მექნება გამოწერა თუნდაც თითო კომენტარი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. იმისათვის, რასაც მე თქვენთვის უფასოდ ვაკეთებ. ახალი წლის განწყობა, ასე ვთქვათ, ყველას უნდა ლამაზად, კარგად შეხვდეს ახალ წელს. მეც ვისაუბრებ ისეთ თემაზე, რაც თქვენ წაგადგებათ ძალიან და იქნება ესეთ თემებზე არავინ არ საუბრობს. პირიქით, ზოგი მაგი იკავებს თავს, რომ რაც შეიძლება მეტი ფული გააკეთოს, თქვათ, რიტუალებით, კი, ფული მეც მიყვარს. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიანაც და ბევრი რიტუალების კეთებაც მეც, რა თქმა უნდა, სიამოვნებს, მაგრამ არის რაღაცეები, რაც ადამიანს ყოველთვის ვეუბნები და ამ ადამიანმა ეს ყველაფერი უნდა იცოდეს, რათა თავისი ცხოვრება ძალიან კარგად წარმართოს. მოდით ძალიან კარგ რჩევებს მოგცემთ პირად ურთიერთობებზე, რატომ არ აყავთ საყვარელი მამაკაცი გვერდით, ან თუ ყავთ, რატომ გაქვთ ცუდი ურთიერთობა, როგორ მოაგვაროთ ეს ურთიერთობა და რანაირად. ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოდიან ჩემთან ყველა დღე 10-დან 5 კაცს უნდა მიბმა და ეს მივესალმები და პატივს ვცემ, რადგან ზოგს ადამიანს ისეთი შემთხვევები აქვს, რომ მიბმას კი არა, 9-ჯერ მიბმას გავაკეთებდი მე პირადად, მაგრამ დამეთანხმებით და ალბათ მიყურებთ კიდევაც აქ ისეთი ხალხი, რომლებისთვის მითქვია ძალიან ბევრისთვის, რომ ჩაეწერეთ კონსულტაცია, რომ მეუბნებიან, რომ აი მიბმა გვინდა სასწრაფოდ, მეუბნები, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე. იქნება არ გჭირდებათ მიბმა და ტყუილა, რატომ უნდა გააკეთოთ, ხო? მიუხედავად იმისა, ეხა ფული კიდევ ერთხელ ვიძახი, არც მალავ ამას ყოველთვის ვიძახი, ძალიან მიყვარს. მაგრამ თუ არ არის საჭირო, რატომ უნდა ვთქვა, რომ გჭირდება? ხშირ შემთხვევაში ადამიანს სჭირდება წმენდა და წმენდის მერე ყველაფერი ლაგდება. ან ის მამაკაცი საერთოდ აღარ უნდა, თუ ის ტოქსიურია, ან თუ ნამდვილად უყვარს, იძახის, რომ კი, ძალიან კარგად ვარ, ძალიან კარგად დაგვილაგდა სიტუაცია, მაგრამ ამდენი ქალების კონკურენციაა და მოდი რა მიბმა გამიგეთე და მე ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ რაც საქართველოში ხდება, მეგობრებო, ქალები როგორი იკავებენ კაცებს, ხო, და ართმევენ. არ მე მსოფლიო მოვლილი მაქვს, არსად არ მინახავს. დამიჯერებთ? და ჩვენ მეზობელ ქვეყნებშიც კი არ მინახავს მსგავსი კაცების წართმევა, რასაც ქართველი ქალები აკეთებენ. ეს არის კატასტროფა. ქართველი ქალები, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. ამიტომ კი, ვეთანხმები, მაგრამ რატო არ გჭირდებათ ხშირ შემთხვევაში მიბმა და რატომ გჭირდებათ თქვენ წმენდა იმისათვის, რომ არა მარტო კაცი დაილაგოთ, არამედ თავისი თავი დაილაგოთ. უყურეთ, მეგობრებო, ჩვენი ტვინი
რას ჩვენს ხელს რა მართავს, ხო? მართავს ჩვენი ტვინი. ადამიანს, ქალბატონს, ნიშნულ მამაკაცს, მნიშვნელობა არ აქვს. ხშირ შემთხვევაში სიტყვაზე ვიძახი, ხო? ან აქვს ჯადო, ან აქვს ნეკრომაგია, ან არა აქვს კაცო არც ერთი, ხო? აქვს უბრალოდ გათვალვა. ვიღაცა ქალი უყურებს, ან თანამშრომელი, ან მეზობელი, ხო? ეს ძალიან ხშირია, ეს ჯადოზე უარესია. ან აქვს რაღაცა, ხო? ან ოჯახის წყევა, ან ნეკრომაგია. უყურეთ მეგობრებო, რატომ არ გებმევათ კარგი გაქვთ ხოლმე კარგი ცხოვრება? ტვინი რას აკეთებს? ტვინი აკეთებს რას? არ გაძლევთ უფლებას, რომ იყოთ ბედნიერი. ეს ჯადოში კი არ დევს მაინც და მაინც ზოგჯერ ისეთი შტერები აკეთებენ, რომ მაგაში კი არ დევს ის, რომ მაგალითად რომ საფლავში რომ ჩაგიდებენ ფოტოს, რომ ბედნიერი არ იყოს, არა. ზოგი შეშტერულად აკეთებს, რომ შეიძლება საერთოდ ეგ არ ჩანდეს, მაგრამ უყურეთ, ადამიანის ენერგეტიკა ფუჭდება. რა ხდება? მეზარება საჭმლის გაკეთება სიტყვაზე. მეზარება სახლის დავაგება. მაინუს რა ხდება? რომ მე საჭმელს არ ვაკეთებ, მშიერი შეიძლება დავრჩენ ნახევრად, სახლს არ ვალაგებ, უკვე ბინძურად მაქვს სახლი. მეორე, ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ეზარებათ სარკეში ჩახედვა. ანუ, ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ისე დადიან საშინლად, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ ხშირ შემთხვევაში ჯადო დამოკიდებული ადამიანები არ უვლიან თავის თავს, ან ზედმეტად ხდებიან, ან ზედმეტად სუქდებიან. რატო? რა, ეს ქალები ან კაცები ზარმაცები არიან? თავისთავი არ უყვართ? არა. უბრალოდ ისე არის ადამიანი ტვინისაგან მოდის ეს დეპრესია, რომ ეს აურა, რაც აქვს ადამიანს, ენერგეტიკა, ეს დადუნებული ენერგეტიკა ხელს უშლის. აღარ შეცმა უნდა, ნორმალურად ჩაიცავს, რაც ხელში მოხდება, კი ვითომ რაღაცას იყიდის, კი ვითომ რაღაცას იმუშავებს, კი ვითომ სადღაცა წავა, ვითომ რაღაცას სამსახურს ეძებს, მაგრამ საშუალოდ რა. არ აქვს თავის თავზე კარგი წარმოდგენა. კი, შეიძლება უნდოდეს კარგი ხელფასი, მაგრამ არ უნდოდეს საუკეთესო. შეიძლება უნდოდეს თვითგანვითარება, მაგრამ არ უნდოდეს დამოუკიდებელ ძლიერ ქალად ყოფნა, რომელსაც აქვს ბიზნესი, მით უმეტეს 21 საუკუნეში არ არის შეუძლებელი, ხო? რომელსაც აქვს რაღაცა, არ ვიცი, ხალხი საქართველოში ესეთ შემოსავალი აქვთ, ხო? ნუ რაღაცა 100, 150, 200.000-იანი ჯიპებით დადიან ქალბატონები, რომელსაც მართლა და პატიოსნად გამოიმუშავებენ, მე ვიცი და მყავს ესეთი კლიენტები და განა არ უნდათ მათ ესეთი მანქანებიც, მაგრამ უბრალოზე თანხმდებიან და ან შეიძლება არ დათანხმდნენ. და არის კიდევ ერთი მომენტი. შეიძლება ჯადო არ გქონდეთ ამ ადამიანებს გაკეთებული, მაგრამ ენერგეტიკა გქონდეთ ნულზე. რატომ? ბავშვობიდან დედა მამა ყოველს არ ექცევა, მეგობრებო, კარგად. ჩემთან მოსული კლიენტების 50%-ს არ ექცევა მშობლები კარგად. მე ახლა ახალი წელია და არ მინდოდა თქვენ დამეზაფრეთ და რაღაცა, მაგრამ მე დაახლოებით იანვრის მეორე ნახევარში მე ჩავწერ ძალიან სერიოზულ ვიდეოს. ამ ვიდეოს, ახლა აღარ დავიწყებ ამ ვიდეოზე საუბარს, მაგრამ ამ ვიდეოში ჩანს რანი ვართ ადამიანები. მაგრამ კიდევ ერთხელ გავფრთხილებთ, რომ ბავშვობიდან არ ექცევიან ხალხს კარგად. ზოგი მშობელი სამწუხაროდ 100-დან 10%, შეიძლება ცოტა მეტიც, რომ ყველა ჩემთან ხო არ მოდის. აუპატიურებს თავის შვილებს, მეგობრებო. ხდება ესეთი რამეები და მე ამაზე იანვრის ბოლოს ვისაუბრებ ყველა ფაქტებით და ასე შემდეგ. ამ ბავშვებს აქვთ სტრესი, ფსიქოლოგიური დარღვევა. ზოგჯერ შეიძლება არ აუპატიურებდეს, მაგრამ ოჯახში ჰქონდეს დებსა და დებს შორის გაყოფა. ვინ როგორია, ვინ როგორ, შენ ისეთი არ ხარ, შენ ლამაზი ხარ. მე მყავს კლიენტი გოგონა 21 წლის, რომელსაც ეუბნებიან ულამაზესი გოგოა, ყავს და
აი შენ კი გაგიშვებთ ყველგან გიშვებთ, მაგრამ ამას ვერ გაუშვებთ, იმიტომ რომ ეს შენზე ლამაზია. ამას ეუბნებიან 21 საუკუნეში ხალხი მშობლები. ადამიანის ფსიქიკა ირღვევა ამ ყველაფრით. ფსიქიკა, როდესაც ირღვევა და შენ საკუთარ თავთან გაქვს პრობლემები, შენ კაცთან მუდმივად პრობლემები გექნება. იმიტომ რომ როგორ კაცო, შენ შენი თავი ვერ დაგილაგებია. შენ თავთან არ ახარ კომფორტულად და შენ როგორ მოაგვარებს პირად ცხოვრებას. რამდენჯერაც გათხოვდები, იმდენჯერ ოჯახი დაგინგრევა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო ჯადო. კი, ერთია ჯადო, ოჯახის წყელვა და ასე შემდეგ. მეორეა, როდესაც ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ტრამვები აქვს ფსიქოლოგიური და ასე ვთქვათ, აი ამ ტრამვებისაგან უნდა რომ განთავისუფლდეს. ეხლა უყურეთ, ბევრი ადამიანი და ბევრი თაღლითი ამბობს, რომ ეს უნდა დავამუშაოთ ეს ტრამვები. კი, რაღაცა დონეზე, მაგრამ რა არის თქვენ დაამუშაო. მე ვერ ხვდები და თუ თქვენ მით უმეტეს მე ძალიან ძლიერი და ძალიან ჭკვიანი კლიენტები მყავს, თითო სიტყვასაც რომ აი არ გამოეპარებათ და იღებენ და მსმენელი მყავს სასწაული, ჩემ მადლიერი ვარ თქვენი. აი თქვენ როგორ დაფიქრდით, აბა? როგორ უნდა დაამუშაო ტრამვა, როდესაც აი რაღაცა მოხდა. იმ მომხდარს უკან ვერ დააბრუნებ. და როგორ უნდა დაამუშაო ტრამვა? მე ვერ ხვდები. უბრალოდ ამაში ეს ფსიქოლოგები რაღაც სისულელით აღლითები ასე შემდეგ იღებენ ფულს და გატარებენ 10-ჯერ 15-ჯერ 1 წელი, 2 წელი თუ ფსიქოლოგთან ვიარენ აჯანდობათ მინდა საერთოდ რაღაცა, ხო? ვერ ხვდები მე. ამიტომ ჩემი გადმოსახედი და ჩემი მუშაობის სტილი არის ესეთი. წყვეთ წარსულთან ურთიერთობას იმ მომენტთან, რაც იყავი, როდესაც წმენდას ჩვენ ვაკეთებთ, მე ვაკეთებ. ზარდახშაში იკეტება, ზარდახშა, ხო, სწორად ამბობ. ზარდახშაში თითქოს იკეტება ეს ინფორმაცია და თაროზეა შემოდებული. всё, დავივიწყეთ, ჩავიტანეთ პადვალში და დავივიწყეთ ეს ინფორმაცია. აი დავიწყების შემდეგ ადამიანი ხდება უკვე ბედნიერი, იმიტომ რომ იმ ინფორმაციას ყავლი გაზდის. აი, უყურეთ, ელემენტარული გითხრათ, მოდით ფაქტებით დაგიმტკიცებთ, რომ მაგალითად მე თქვენ მოგიყევით ანეკდოტი და გაგაცინეთ. მეორე დღეს მოგიყვებით ანეკდოტს და ცოტა იმ დონეზე აღარ გაიცინებთ, ხო? კი გაიცნებთ, მაგრამ სასწავლო იქ, მაგრამ ისე რა, გაიცნებთ კარგად. იმდენადზე არა. მესამე დღეს კიდე იმავე ანეკდოტს მოგიყვებით ერთი და იგივეს და უკვე როგორ გაიცნებთ, იცით, აი გაიღიმებთ, просто так. მეოთხე დღეს რომ ერთი ის ანეკდოტი მოგიყვეთ კიდე ერთი და იგივე, უკვე აღარც გაგიღიმებათ. რას ნიშნავს ეს, რომ როდესაც ინფორმაციას გამოამჟღავნებ და შემდეგ დაკეტავ, იმას ყავლი გაზდის, რამდენჯერაც არ უნდა ვინმე გითხრას, რამდენჯერაც არ უნდა ვინმე რაღაცა გაგიკეთოს, ხო, ეს ინფორმაცია. უკვე ეს ინფორმაცია შენთვის მისაღებია. ერთხელ იტყვი, გააკეთებ რიტუალს, დაკეტავ ამ ინფორმაციას და ვეღაცამ რო წამოგაძახოს მეორე დღეს, მესამე დღეს, მეოთხე დღეს, რომ შენ ცუდად იქნები, შენ არაფერი შენ აღარ გაინტერესებს ეს საკითხი უკვე. იმიტომ რომ ეს ინფორმაცია დაკეტილი გქონს. 100-ჯერ რომ მოგაძახონ, უკვე აღარ გაინტერესებს. იტყვი რომ უკაცრავად მე კარგად ვიქნები, თქვენი კითხეთ თუ არა. ხო? ანუ დაახლოებით ახლა კარგად მე მგონი, კარგად ავხსენი ეს საკითხი. ამიტომ მეგობრებო, ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ უნდა იაროს ადამიანმა 3 მილიონი წელიწადი და 10 წელიწადი ფსიქოლოგთან და ერთი და იგივეს რატომ უნდა ილაპარაკოს. პირიქით ერთი და იგივეს როდესაც რამეს ლაპარაკობს ადამიანი, ნერვები გეშლება ადამიანს და სულ გახსოვს, ეს ამას არ კარგო, ამით ცხოვრობ. ამით იცხოვრე უკვე უბნებიან, არა მადლობა არ მინდა. ამით იცხოვრო, შენ ყოველდღურად გადაგიხადო, არა, მე მინდა რომ დავივიწყო.
როგორ შეიძლება ბავშვი, რომელიც გააუპატიურეს, ბევრი ჩემი კლიენტი ახალგაზრდობაში საკუთარმა მამამან რაღაცა, როგორ შეიძლება რომ ეს დაივიწყოს? როგორ შეიძლება? თუ შენ მაგაზე ელაპარაკები 3 წელი, დაივიწყოს და ჩაკეტოს. ეს არასოდეს არ დაავიწყდება, მაგრამ ჩაკეტვით, ოკეი, ჩაკეტოს და აღარ გაიხსენებს არასოდეს. ამიტომ მეგობრებო, ზუსტადაც ძალიან დიდი გავლენა აქვს და, ძალიან ბევრი კონსირები კიდე რომელსაც არ ვიტყვი. რატომ არის? ხო, მე არა მაქვს პრეტენზია საუკეთესოობაზე. და ერთ-ერთი საუკეთესო როგორ ვთქვა, პირველი ვარ საუკეთესო მაგი. არა, მე ვარ ჩემ სფეროში ვაკეთებ ისეთ რიტუალებს, რომელსაც ვერავინ ვერ აკეთებს. პრეტენზია მაქვს ხარისხზე. ამიტომაც არის, რომ ხშირად გოგონებს ვეუბნები, რომ თუ გინდა დაილაგო შენი ცხოვრება, დაილაგე შენი თავი. შენი თავის დალაგება არის წმენდით. იმიტომ რომ გამოიღვიძებ, საერთოდ აღარ მომწონს ეს ბიჭი რომ მომწონდა. თურმე ლამაზი ყოფილ ვარ. თვითშეფასება გიმაღლდება ადამიანს. თვითშეფასება რო გიმაღლდება, პრეტენზია გიჩნდება იმაზე, რომ გაცნობათ მე აღარ მაინტერესებს 2000 ლარიანი ხელფასი. მე აღარ მაინტერესებს მინდა 5. მე აღარ მინდა სიტყვაზე ვიმუშაო ოჯახში ვიღაცის მოსამსახურედ. მე მინდა რომ აქეთ ვისწავლო განათლებული ვიყო და მეც დავიქირავო პერსონალი ხო? მეც აღარ მინდა რომ ვიყო ესეთ სამუშაოში, მძიმეში. მე მინდა რომ როგორც სხვა ადამიანები ცხოვრობენ. იღვიძებს ადამიანი და როდესაც ადამიანი იღვიძებს წმენდით, მას აღარ ჭირდება არანაირი სხვა არაფერი. ის მეორე ნახევართან ურთიერთობას დაალაგებს კი არა. ჩვეულებრივად უკაცრავად მეგობრებო, ისე დაალაგდება თვითონვე სიტუაცია, რომ ბოდიშით მეგობრებო, თვითონვე ისე დაალაგდება სიტუაცია, რომ თქვენ რა გინდათ და არა სხვა ადამიანს რა უნდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წმენდას და ყოველს გირჩევდით, ზოგს ახალ წლამდე, ზოგს ახალი წლის მერე. მე ყველა დღეებში ვმუშაობ გარდა 25 დეკემბრისა, 31-ში და 1-ში, რა თქმა უნდა, ღამე და 1-ში, რა თქმა უნდა, არ მუშაობ. მე ჩვეულებრივად იცით ამერიკაში ჩვენ არ აღნიშნავთ არაფერს, ამიტომ ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას მე ნებისმიერ დღეს. ჩემის მხრიდან სანამ რიტუალზე გადავალ, რა მინდა გისურვოთ. ჩემთვის რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გქონოდეთ იმის შესაძლებლობა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გაიკეთოთ წმენდის რიტუალი, დამშვიდეთ, დაწყნარდეთ, თქვენი ცხოვრება წინ წაიყვანოთ, ჯანმრთელობა წინ წაიყვანოთ. ეხა იქ დაცვაზე და პარაკაზე და იმაზე არ ვილაპარაკებ. მინიმალური მაინც შეგეძლოთ იყოთ ჯანმრთელები, ბედნიერები, წარმატებული და დაე 2026 წელი მეგობრებო, ჩვენი გამოღვიძების, რაც წინა წელში გამოიმუშავეთ, 5-ჯერ მეტის გამომუშავების, განვითარების წელი იყოს. ეხლა რა მინდა რომ გააკეთოთ 31-ში, რომ გადაცდება ეხლა და ჭიქებს რომ მიუჭახუნებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ 31-ში, თითქმის პირველში, ესე ვთქვათ, რაღა 31-ია, 10 წუთით რომ გადაცდება, 15 წუთი, ეხლა ზოგი არის სუფრაზე იждებით, ზოგი შეიძლება მერე გააკეთოთ, ყოველ შემთხვევაში 1 საათის განმავლობაში ახალი წელი რო დაიწყება. აკეთებთ რას? აიღებთ ერთ კარგ ლამაზ, როგორც ჩვენ გვიდევს ახლა წინ ბროწეულს და აიღებთ მწვანე სანთელს.
დაანთეთ ერთი მწვანე სანთელი, აიღეთ ბროწეული ულამაზესი ხელში და თქვით სამჯერ. როგორც ეს ბროწეული სავსეა მარცვლებით, ასევე ივსება ჩემი ცხოვრება ბარაქით, ფულით და კეთილდღეობით. რაც კარგია მოდის, რაც მაკლდა ივსება. ბარაქა შემოდის ჩემს სახლში. და ასე იყოს. ამინ. და ასე იყოს. ამინ. და ასე იყოს. ამინ. ეს ლოცვა თქვით სამჯერ მეგობრებო, გახლიჩეთ ბროწეული და რამოდენიმე მარცვალი, 10 მარცვალი შეჭამეთ. შეინახეთ და ეს ბროწეული ჭამეთ მიირთვით მხოლოდ თქვენ. არავის სხვას არ აჭამოთ. მე მგონი კარგად თქვი, როგორც კი ახალი წელი დადგება 1 საათის განმავლობაში, იღებთ ბროწეულს, ამბობთ შეულოცვას სამჯერ, მწვანე სანთელს თუ დაანთებთ, გადასარევი შეგიძლიათ სუფრაზეც გენთოთ, მაგრამ აი აყალ-მაყალში და სუფრაზე არ გააკეთოთ ეს. ცოტა განცალკევდით, რატომ? იმისათვის, რომ მთელი წელი ბარაქიანი გქონდეთ. რამდენი წამი უნდა ხო ამ რიტუალის გაკეთებას? არაფერი. 3-4, რა ვიცი. არა, 3-4 არა უკაცრავად. 30-40 წამი, ხო, 1 წუთი მთლიანი რო ავიღოთ. ამიტომ 1 წუთი დაუთმეთ თქვენ თავს. ლოცვას გაგიმეორებთ, მეგობრებო, მაინც როგორც ეს ბროწეული სავსეა მარცვლებით, ასევე ივსება ჩემი ცხოვრება ბარაქით, ფულით და კეთილდღეობით. რაც კარგია მოდის, რაც მაკლდა ივსება. ბარაქა შემოდის ჩემს სახლში და ასე იყოს. ამინ. და ასე იყოს. ამინ. და ასე იყოს. ამინ. ნამდვილად ბარაქას მოგიტანთ ეს ზოგადი რიტუალი, მეგობრებო. ჩემის მხრიდან რა მინდა წლის დასასრულს თქვა. ყოველთვის ვიქნები იმ აზრზე, რომ ენერგია მართავს ადამიანის გონებას, სულსა და გულს, ამიტომ არის, რომ ჩემთვის ნომერ პირველი ყოველთვის იყო და იქნება წმენდის რიტუალი, რომელიც ადამიანს უცვლის ენერგიას. ენერგიის ცვალებადობა ნიშნავს, რომ შენ რაც გინდა გაქვს ის. ფული ხელი მოგემართება. პირადი ხელი მოგემართება. ჯანმრთელობა ყველაფერი კარგად გიქნება. კარგი ტვინი და აზროვნება ყველაფერი კარგად გიქნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ენერგიას ვერავინ ვერ ასოდეს, ამაზე ძლიერი არასოდეს არაფერი არ არის, ამიტომ მთელი ადამიანები და მთელი მსოფლიო ენერგეტიკის გასუფთავება, გაწყინებაში და ასე შემდეგ ამით არის დაკავებული, რა გააკეთოს, რომ თავისი ცხოვრება ენერგიით ასე ვთქვათ, შეჰმატოს, ესე ვთქვათ. გისურვებთ, რომ ტოქსიურ ადამიანებს საერთოდ არ შეხვედროდეთ, ან თუ შეხვდებით, ისეთი დაცვა გქონდეთ გაკეთებული, რომ საუკეთესო ასე ვთქვათ, დაცვა მოახდინოს თქვენდამი. გისურვებთ, რომ გონება ისე გაგხსნოდეთ აბსოლუტურად ყველას, რომ თქვენი თავისთვის გადაგეწყვიტოთ მხოლოდ კარგი ცხოვრების ჟანრი, ანუ აგერჩიოთ თქვენი ცხოვრება, რომ იცხოვროთ და იარსებოთ კი არა, შეიგრძნოთ, იბედნიეროთ. ისეთ ცხოვრებით ყველა ცხოვრობს, მაგრამ ბედნიერი ნახევარი სამყარო არ არის. რატომ? დაბინძურებული ენერგეტიკა. ზოგს შეიძლება 5 ლარი აჩუქო და ბედნიერი იყოს, ზოგს შეიძლება 5 მილიონი აქვს და მილიარდები აქვს აქ ამერიკაში და სახში ზიან, პარანოია აქვთ, სახლიდან არ გამოდიან. ამიტომ ენერგეტიკას ძალიან ბევრი რამ შეუძლია, ზოგი ამას ხვდება, ზოგი ამას ვერ ხვდება, ზოგს არ უნდა რომ მიხვდეს, ან ზოგს უბრალოდ არ შეერა და შეერა თავისი ცხოვრების. ამიტომ მე მისურვებია, მეგობრებო, მე სტორიებს კიდევაც შეგიწერთ 2026 წლამდე ყოველ დღე, მაგრამ მე მისურვებია, რომ თქვენ პირველ რიგში მადლობა რომ მიყურებდით მთელი წელი, მადლიერი ვარ და
უფრო მეტი შემართებით, უფრო მეტი განათლებით, უფრო მეტი განვითარებით, უფრო მაგარი ხარისხის რიტუალებით, რასაც მე გპირდებით არის ეს. უფრო მეტი განათლება ჩემგან, უფრო მეტი განვითარება ჩემი და ისეთი ძლიერი რიტუალები, რასაც არ ვიცი, ვერავინ ვერ გააკეთებს ჩემს გარშემო. მოკლედ მეგობრებო, მადლობა. წარმატებებს გისურვებთ, ბედნიერი ახალი წელი თქვენ.